ეს მუსიკა ოთახში რეალურად ისმის. კომპოზიციის ავტორები კი ამჯერად თავად მცენარეები არიან. თანამედროვე ტექნოლოგიამ ისიც მოახერხა, რომ მათი ენა, რომელიც აქამდე არ გვესმოდა, ახლა უკვე მუსიკად თარგმნა და გაგვაგებინა. მცენარის მუსიკის მოსმენის შემდგომ კიდევ უფრო კარგად ვიაზრებთ, რომ მცენარე არის ცოცხალი არსება. მცენარეებმა თავი ბგერებით შეგვახსენეს, თუმცა საინტერესოა, როგორ მუშაობს მათი თარჯიმანი. მცენარეებს შეუძლიათ ბიოელექტრული იმპულსების წარმოქმნა, რასაც ეს დივაისი გარდაქმნის უკვე მუსიკად. ან მცენარის ფოთოლში, ღეროში, ნიადაგში მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი ბუნებრივი პროცესები, რასაც ესე ჩვენ ვერ ვხედავთ. აპარატში ჩაშენებული მიკროპროცესორი მცენარის შიგნით მიმდინარე ცვლილებებს აანალიზებს და მიღებულ ტალღოვან გრაფიკას ბგერებად თარგმნის. გრაფიკის ყველაზე მაღალი წერტილი მაღალ ნოტს შეესაბამება, დაბალი წერტილი კი დაბალ ბგერას. ცვლილების სიხშირე კი რიტმს ქმნის. ეს გახავთ ის ჯადოსნური დივაისი, რომელსაც აქვს ესეთი ორი სარჭი, ერთს უერთებთ ფოთოლზე, მეორე ნაწილი ერთდება ნიადაგში და შემდგომ წყლის შესხურების საშუალებით და როგორც გითხარით, შეგვიძლია შევეხოთ კიდევაც ფოთოლს. ნახეთ, მალე დაიწყო. ხანდახან დრო სჭირდება, თუმცა ახლა საკმაოდ მალე დაიწყო. კვლევებით დასტურდება, რომ მცენარე შეხებას გრძნობს და მასზე რეაგირებს. თუმცა არსებობს ეგრეთ წოდებული შეჩვევის ეფექტი. როცა ხვდება, რომ ეს შეხება საფრთხეს არ შეიცავს, მცენარე რეაგირებას წყვეტს. შევეხები ფოთოლზე, ესე ნაზად. ამ დროს გრძნობს ჩემს ენერგიას. ნახეთ, გაიჭირდა. და უფრო აქტიურად დაიწყო. იგზნო ჩემი აქტიური ენერგია და უფრო აქტიურად დაიწყო ეს ჟღერადობა. ახლა მოდით მონსტერას მოусმინოთ. რა სურს, როგორ ხასიათზეა. მოვისმინოთ მისი ხმა. ფიქრობ თქვენს ენერგიასაც გრძნობენ და დღეს აქტიურად მაილევა იწყებენ სიმღერას ჩვენი მცენარეები. მცენარეში მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები, როგორც აღნიშნეთ და ეს ბიოელექტრული იმპულსები, რომელსაც აი ამ სარჭის საშუალებით, აი დაიწყო, ჩვენი ეს ჯადოსნური დივაისი გადმოგვცემს ამ მელოდიად და ამ დივაისს აქვს რამდენიმე ფუნქცია. ეს უფრო გასაგებია, როგორც პიანინოს ბგერები, ეს უფრო მედიტაციური ბგერები გახლავთ. მუსიკის სიხშირე მცენარის მდგომარეობაზე ინფორმაციასაც გვაწვდის. მაგალითად, ნოტების გაიშვიათება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მცენარეს წყალი აკლია და მასში ქიმიური პროცესები შენელებულია. თუმცა, თუ მცენარე დავაზიანეთ ან არაბუნებრივ გარემოში ყავს, მისი რიტმი შეიძლება პანიკურად აჩქარდეს. სულ ცოტა ხნის წინ თავად მოვისმინე, როგორ ჟღერს ეს მელოდია, რაღაცნაირად გაბმულ კივილს მივამსკავსებდი. ინტერიერის სცენარე ყავდა დღის განმავლობაში ქარიან გარე ივენტზე და დღის ბოლოს ჩვენც გავიყინეთ და ჩვენი მცენარეებიც და ესე დაღლილებმა მოусმინეთ. მცენარეებს თავისი ენა აქამდეც ჰქონდათ. მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ ნიადაგქვეშა ფესვთა სისტემაზე, რომლითაც ისინი ერთმანეთს საინფორმაციო სიგნალებს უგზავნიან. საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ან სუსტ მცენარეებს საკვებს აწვდიან. ახალი კვლევით ისიც დასტურდება, რომ მცენარეთა მუსიკა სხვა მცენარეებისთვის თერაპიულია და ზრდაში ეხმარება. ეს როგორც ადამიანებს შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ხოლმე და გავაძლიეროთ, ასე შეუძლიათ მცენარეებსაც. რადგან თითოეული მცენარე უკრავს, ჩვენი რესპონდენტი მალე მათ ერთობლივ ორკესტრირებულ სიმფონიას მოგვასმენინებს. მანამდე კი ორი სიტყვა მის შესახებაც უნდა ითქვას, ვინც ამ მცენარეებს თავი ერთ სივრცეში მოუყარა. თითოეულ მცენარის გუნდთან ერთად თავად უვლის და თიხის ქოთნებსაც მათთვის საკუთარი ხელით ამზადებს. თიხასთან მუშაობა გარდა იმისა, რომ თერაპიული არის, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი მცენარეები უფრო ლამაზად და ეკომეგობრულად ვაცხოვრო.
მცირე ვორკშოპებთან ერთად აქ მცენარეებისთვის სამკურნალო სივრცეც არსებობს. ამიტომ თუ ვინმეს ყვავილს რაიმე უჭირს, სწორედაც რომ აქაურობა ახსენდებათ. მოკავთ ხშირ შემთხვევაში დაავადებული მცენარე, ცუდად მყოფი მცენარე, რომელსაც თავად ვერ ეხმარებიან ადამიანები და ჩვენ მერე თელი გულით ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვაჯამთელოთ მათი მცენარეები. რადგან ამ სივრცეში ყველა მცენარე სავსებით ჯანმრთელია და ხმაც კარგი მოსდევთ, ხელნაკეთ ქოთნებში თავმოწონების შემდეგ მათი ერთობლივი სიმღერის დროც დგება. ხელსაწყოს თითოეულ მათგანს დაუმაგრებენ და ყვავილების ორკესტრიც ასე აჟღერდება.